იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე დავით ჯანდიერი შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს წარმომადგენლებს შეხვდა შეხვედრა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, აღსრულების ეროვნული ბიუროსა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ. შეხვედრაზე ჯანდიერმა იუსტიციის სამინისტროს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა სტუმრებს. მისი თქმით, შვედეთის მხარის დახმარებით სამოქალაქო და საჯარო რეესტრის სააგენტოებსა და აღსრულების ეროვნულ ბიუროში მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელება მოხერხდა. მინისტრის მოადგილემ სამომავლო გეგმებზეც ისაუბრა, მათ შორის კანონის უზენაესობის დამტკიცება, მართლმსაჯულების სისტემისა და საჯარო სამსახურის რეფორმა. ჩვენ გქონდა საუბარი იმ კონკრეტულ მიმართულებებზე და პროექტებზე, რომლებიც არის მნიშვნელოვანი იმისათვის, რომ მხარდაჭერილი იქნას ის ძირითადი მიმართულებები, რაც ამ სამსახურებისთვის არის მნიშვნელოვანი. ეს ეხება აღსრულების სამსახურის თვალსაზრისით გადახდის უნარიანობის საქმის წარმოებას, საჯარო რეესტრთან დაკავშირებით ძალიან მნიშვნელოვანი არის დამისამართების პროექტი, იგი ასევე უკავშირდება სახელმწიფო სერვისების განვითარებას და სოფლის სახლების მნიშვნელობისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი და ასევე ის რაც არის დაკავშირებული ელექტრონულ მმართველობასთან.